ნახეთ ხომ რაც ხდება დღეს მარნეულში. სულ რომ სხვა არაფერი არ გააკეთოს, ჩვენ მაინც რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ. ეხლა აი მიუმართავ იმ ქალებს. ქალებს ვერ ვუწოდებ, მაგრამ მაინც ქვიათ. დღეიდან რომ ქართველი ქალი მაგეროვნებას გაყვებით ცოლად, ბოზები ხართ ჩვეულებრივი. სულით გაყიდული ბოზები ფულზე. მაგათ რომ ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს. თუ სარწმუნოებას არ შევიცვლიდით, კლავდნენ. არ გახსოვთ? ჩვენი მტერი რომ არის, არ გახსოვთ? დღეს დგებით და ფულის გამო ცოლად მიყვებით. შვილებს უმრავლებთ, ქართველი ქალები. სირცხვილია. ბოზები ხართ ჩვეულებრივი. და უნდა შევეხო აქეთ ჩვენს მეზობელს კიდე. ადრე 300 წელი რომ იყო, ანუ აჭარა დაპყრობილი, ძალით რომ ამუსლიმანებდნენ აჭარლებს. თორე კლავდნენ. ღმერთი ერთიაო და ზოგმა დათმო სარწმუნოება შეიცვალნენ და ლოცულობდნენ არაბულ ენაზე. მე ვერ გავამტყუნებ იმათ, რომ სარწმუნოებას უღალატეს, ან ერს უღალატეს, უბრალოდ თავი გადაირჩნენ და გადარჩნენ. დღეს თათრებს რო გვეძახით აღმოსავლეთი. მაშინ ქართველი ქალები ყურს, ცხვირს, სახეს იჭრიდნენ, რომ თურქს არ წაეყვანა და მასთან არ დაწოლილიყო. დღეს დგებით რაღაც ლირების გამო გარბი ხართ თურქეთში და თქვენი ნებით წევხართ მათთან. ან ცოლად მიყვებით. ბოზები ხართ, აბა რა ხართ? ჩვეულებრივი ბოზები. სარწმუნოებას ღალატობ, ადამიანობას ღალატობ, ქვეყანას ღალატობ. ისტორია თუ არ იცით, წაიკითხე ცოტა, ან ვინმეს უთხარი მოგიყვეს ცოტა, რომ ქართველ ქალმა არაბს და თურქს არ უნდა მიცეს უფლება, რომ თითი შეახოს. მაგრამ ფულზე დახამებული ვინც ხართ, ბოზები ხართ სულ ყველა, ვითომ ცოლის სტატუსს რომ იპრავეთ და ცოლად რომ მიყვებით. თქვენს მათნაირები ხართ, ვინც თურქებს ისე აკითხავენ. ჩვეულებრივად ერთნაირები ხართ. სტატუსით თუ სტატუსოთ მოღალატეები, ბოზები ხართ სულ ყველა. ვის დარასამრავლებთ? ქართველმა ქალმა, რატომ უნდა გაამრავლოს ჩვენი მტერი? ვინც ჯიჯგნიდა, გვთელავდა, გვკლავდა. მოღალატეები ხართ. ნაგვები. რის გამო მიყვებით იმათ? ფულის გამო ხომ მიყვებით? არაბებს ხომ ბევრჯერ გამიგონია შეიხს ეძებთ. რატომ? კაცი კი არ გაინტერესებთ, ფული გაინტერესებთ. თორე არც სარწმუნოება გაინტერესებთ. არც სიყვარული. არც პატივისცემა და არც ქართველ ქალობა. რაც ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს ქართველისთვის. ქართველ ქალობა. პრეტენზია აღარ უნდა გქონდეთ და დღეიდან ვინც მაგათ ცოლად გაყვებით, ან მატერიალობის გამო მაგათთან წახვალთ. სულით გაყიდული ბინძური ბოზები ხართ. ნახვამდის. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამასაც დავამატებ. ეხლა, ან ბოლო პერიოდში არაბმა ცოლად გამომყევიო. მე პირადად. მე როცა ისეთი აზრი მაწუხებს, მე მითხრა. უთხარი რომ მუსულმანს ცოლად არ გავყვებოდი. არ შეიძლება. ორი სხვადასხვა სარწმუნოება ერთად ვერ იცხოვრებს, არ შეიძლება. ადგა და მოინათლა. ის მაგარი გოგოები რო ხართ. მიდით თქვენც გააკეთეთ თითო-თითო. საერთოდ არ არის საჭირო აიღო იარაღი. შეგიძლია რაღაც ჭკვიანურად გააკეთო. შეგიძლიათ.
დამიჯერეთ. მე შემეძლო მეცხოვრა ფუფუნებაში. კარგად. არ მეწვალა საერთოდ. მაგრამ მე ვიცი, ვინ არიან, რა უნდათ ჩვენგან. ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ მე ქართველი ვარ. გულით, სულით. დამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. არაფრით და არაფრის გამო არ ვუღალატებ ქართველობას. არასოდეს. არც თქვენ არ უნდა უღალატოთ. დააფასეთ ის, რომ ხართ ქართველი და დაიბადეთ ქართველად.